თეა წულუკიანი, ლევან მაჭავარიანი და ამის შემდეგ ვიწყებთ კანონპროექტების განხილვას. მოგესალმებით და ბოდიშს ვიხდით თუ კი დროს გაკარგინებთ. აქ ბატონმა გიორგი შერვაშიძემ თუ შარაშიძემ ბოდიშს ვიხდი ბრძანა რომ ჩვენო დებატებში იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას რომ ქალბატონ წულუკიანთან დებატშიო საგამოძიებო კომისიის ხდომაზეო გახარიაო გამარჯვებული გამოვიდაო და ჩვენო თქვენ უკვე დაგამარცხეთო. თუ სწორად გავიგონე, ასე თქვა. ბატონო თავმჯდომარე, მე არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა, რომ ბატონი გახარია სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა როგორც იქნა. თუმცა არაპირებდა თავიდან მოსვლას, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, მაგრამ როცა გადაწყვიტა მოსვლა, მოითხოვა ჩვენგან რომ ის თუ მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანხლებით. როდესაც მე მივიღე როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება რომ თუ ადამიანს აქვს შიში თუ შფოთვა მოვიდეს დაცვასთან ერთად არ არის არავითარი პრობლემა ამასეთ შემთხვევაში მე ბატონი გიორგის ადგილას ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაცა ტიპის უხორცობასა და უშიშრობაზე შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, არ ვიცი ეს გითხარით თუ არა, უნდა მეთქვა ალბათ და მგონია რომ გითხარით, მაგრამ სხვა კოლეგებმა არ იციან, ქვევით იყო შედგა საუბარი ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. აქაც ცოტა კითხვის ნიშანი მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. იმიტომ რომ ახლა ცნობილია და მით უმეტეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრებისთვის უნდა იყოს თუ არ არის ცნობილი რომ მე არ მაქვს ჩემ თავზე გაფორმებული იარაღი მით უმეტეს ტარების უფლებით და ასე ვთქვათ არ ვისვრი. ასევე არიან კომისიის წევრებიც. ხო, ამიტომ ბატონო გიორგი, ჩემ გვარს სანამ ახსენებთ, ეს ვერ იქნება ხოლმე უფასო ხსენება და ამიტომ საუბრობ ახლა მე ვერ ხედავ კარგად რამდენი დრო დამრჩა 2 წუთი კი დამრჩენია. ესე იგი, ეს იყო პირველი ჩვენ ეს დებატი მე და ბატონმა გახარიამ, რომელსაც მე ძიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც რომ თქვენზე კარგად ვიცნობ. მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე იმდენი პოლიტიკა კი ვისწავლე და მესმის რომ ეს მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა. ეს ერთი. კომისიამ დაადგინა და თქვენი პარტიის თქვენზე უფრო მეტად გამოცდილმა და გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს ჩვენგან დასკვნები და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით, გაეცანით პირდაპირ წერია იმ დასკვნაში, რომ ბატონმა გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელსაც დღეს ოკუპანტის სახელმწიფო რუსეთი აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებით, დასკვნაში წერია, წაიკითხეთ. ამიტომ დებატი ვინ ვის მოუგო, მაშინ ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას ასევე იყო ერთი დიდი ვაივიში უშველებელი, მოვიდეს, არ მოვიდეს, ბოლოს მოვიდა. ოღონდ ბატონმა მისმა თანაშემწემ გითხრა რომ მგონი 5 თუ 6 კაცი მოყვებოდა. ეხლა მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაცა მიდგომების თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ჭხუბი გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება, ერთი კაცით საკმარისია რომ ძირს დამცეს. ამიტომ რატო ვისთან საჩხუბრად მოდიოდა არ ვიცი. ამიტომ ბოლოს იმდენი ვქენით დებატის შედეგი დადგა რომ გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი არ ვიცი. ამიტომ მოდით ახლა დავსერიოზულდეთ თქვენ პირველ რიგში და შემდეგზე ბატონო გიორგი მეგელოდებით რომ ქართული ოცნების წარმომადგენელთან მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს თუნდაც გუშინ მოსულს პოლიტიკაში რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში. დიდი მადლობა. მადლობა.